ჩვენ საუბრებს, დღეს უნდა წავიკითხოთ საქმე მოციქულთას 21 თავი. დავითარცა იყო შესვლა ჩვენი განვეშორენით მათგან მართ წარვედით და მივიწივნეთ კორნ და ყვალისაგან როდით და მიერ პატრად და ყოვით ნავი რომელიც წიაგვიდო და ფინიკეთ ახვედით და შევსხედით მას. ხოლო აქ ახლა პავლე მოციქულის მიმოსვლაზე არის საუბარი და ნახსენები არის ფინიკიელები, ხო? ფინიკიად, ხო? ფინიკიელები კი არა, ფინიკიად. იყო ძველი ერი, ფინიკიელები, რომელიც გამორჩეული იყვნენ თავისი ზღვაოსნობით. და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე იყვნენ ისინი განთავსებული, ჰქონდა დაარსებული კოლონიები, ქალაქები და ესე იგი საკმაოდ განვითარებული ზღვაოსნები იყვნენ ვაჭრობაში და ესეთი რაღაც გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ანგარიშ გასაწევ ძალად ითვლებოდა. ეს ხალხი მოკლედ დღეს აღარ არსებობენ ფინიკიელები რა, მოკლედ მათი ასიმილირება მოხდა და ასე შემდეგ. ასე რომ აქ როცა გავიგონებთ ფინიკია და არ იფიქროთ რომ ეს არის ძველი ფინიკიიდან შემორჩენილი სახელი იყო. ახლა სამწუხაროდ ფინიკიელები დღეს აღარ არსებობენ. ახლა თუ რატო ახლა? ანუ ჩვენთვის არ არის ცნობილი. ახლა შეიძლება უამრავ მიზეზზე ვისაუბროთ, მაგრამ ახლა არ არის ახლა მაგისი დრო. ხოლო არ არის ჩვენი ახლა სასაუბრო თემა და მიზანი ახლა ჩვენთვის რომ მათ ისტორიაზე ვისაუბროთ. ხოლო აღრაი ჩნდა კვიპრე დაუტევეთ და იგი და მარცხნით და მივედით ასურეთთან და მოიწინეთ ტვირედ რომელი იყო და მუნ გარდაყავთ იყო ნავისამის ტვირთი. მოკლედ აქ კვიპროსია ნახსენები, ხო კვიპროსის ევერჩაულით ჩვენ ღვთისეწევნით როდის რამდენი წლის წინ იყო რო ვიყავით? ხო მე მგონი სტუდენტთაგანი არ იყო მაშინ. რამოდენი ხო შაშან ვიყავით მოსალოცეთ ღვთისეწევნით კვიპროსზე და წარუშლელი შაბეჭდილება დატოვა კვიპროსთან ჩვენზე, ჩვენ მოლოცველებზე. იმიტომ რომ კვიპროსელები განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასეთებს შევხვდით ალბათ, რა ვიცი. ნუ როგორც თქვენსაც ვკითხეთ მე, ასე გვითხრეს, კვიპროსი არის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ცივილიზაციის აკვანი. იქ არის გამორჩეული ადგილები და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი კვიპროსზე და კვიპროსის მთავარი ტაძარი, რომელიც არის მის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ლარნაკაში, არის 20 დღე საფლავად მყოფი ლაზარეს საფლავი. ის სარკოფაგი, რომელიც სარკოფაგშიდაც შემდეგ უკვე საუკუნო ძილით მიზინებული ლაზარე იქნა ჩასვენებული და ძალიან ლამაზი ტაძარია და მოკლედ კვიპროსი არის ძალიან ბევრი სიწმინდით მიმოფენილი და სხვადასხვა საქართველოსთანაც ჰქონდათ ძალიან ახლო კონტაქტები კვიპროსიდან, კვიპროსელ ბერძნებს, როგორც ჩვენი გვითხრეს, როდესაც საქართველოში იყო ოქროს ხანა, საქართველოსდან კვიპროსში ამ დროს ძალიან ისეთი ეკონომიკური სიდუხჭირე იყო და თამარ მეფე საქართველოსდან კვიპროსელებისთვის დასახმარებლად აგზავნიდა გემს, რომელიც იყო დატვირთული უამრავი პროდუქტებით და სხვა საჭირო ნივთებით, რომელიც იქ კვიპროსზე მცხოვრ ქრისტიანებს სჭირდებოდა. და მეტიც ასეთი რაღაცაც მოგვიყვეს, ახლა ესე გვითხრეს იქ ყოველ შემთხვევაში, რამდენად მართალია არ ვიცი, მე უბრალოდ იმას გავიმეორებ, რაც იქ მითხრეს, რომ კვიპროსზე ელოდებოდნო საქართველოსდან ჩამოსულ გემს და რა მიზნით იცი? ჯერ ხო ჩაქონდათ აქედან რაღაცეები და მე კვიპროსელები ოცნებობდნენ რომ ამ გემზე მოხვედრილიყვნენ და საქართველოში წამოსულიყვნენ და აქეცხოვრა. როგორც დღეს სამწუხაროდ ქართველები ახლა რომ მოდივარ ხოლმე თბილისიდან ერთ-ერთი საელჩო უნდა გავიარო და ალბათ იქ მიღების დღეებია, როდესაც რიგები დგას ჩვენების რომ წავიდნენ რაღაცა რა. ამიგეთ? და ასეთივე დამოკიდებულება იყო თუნდაც კვიპროსზე. კვიპროსელები ოცნებობდნენ რომ ჩამოსულ გემს საქართველოსდან, რომელიც უკვე უნდა დაბრუნებულიყო, იქ ადგილები მოეპოვებია და საქართველოს ჩამოსულიყვნენ და აქ გაიგრძელებია ცხოვრება. ესმით? და იმედია დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ ქვეყანა დასახმარებელი კი არა, სხვებს გაუწოდებ დახმარების ხელს. იმედია ასეთ მომენტით რო ხდება რა. ანუ მოკლედ აქ ნახსენებია ეს დიდებული კუნძული, რომელიც საქართველოს დარად არ არის მთლიანი, ხო? იქ დაპყრობილი ყავთ ჩვენ ერთ-ერთ მეზობელს, ჩრდილოეთი კვიპროსი დაპყრობილია და ადგილი სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუტელი, თქვენ ხო იცით რომ წმინდა სპირიდონი კვიპროსიდან იყო, დღეს ოკუპირებულია და იქ მისვლა ცოტა საფრთხის შემცველია, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივედით. ახლა ჩვენ ახლა თავისთავად კვიპროსის სახელმწიფოში ვიყავით და არ მით აღიარებულ ქვეყანაში, რომელსაც ჩრდილოეთ კვიპროსი ქვია, იქ არის და ძალიან ბევრი ტაძრები დაკეტილია და ქალაქები მიტოვებული და ასე შემდეგ. მოკლედ, თქვენ დაგაინტერესებს არის დოკუმენტური ფილმები და გირჩევთ რომ უყუროთ ახლა კვიპროსის სიწმინდეები ძალიან დიდებული რაღაცეებია რა, ძალიან საოცარი ადგილებია იქაც რა.
და მოვიძინეთ მოწაფენი და დავადგერეთ მუნ 7 დღე, რომ იგი პაულეს ეტყოდეს სულითა, რაით არა ავიდა იერუსალიმ და მოკლედ იქ რომ ჩვენ მივედითო, იქ ადგილობრივი მოწაფეები თხოვდნენ პაულეს რომ არასულიყო იერუსალიმი, პავლე იერუსალიმში მიდიოდა. იმიტომ რომ იცოდნენ იქაურებმა რომ უნდათ პავლეს დაჭერა. იმიტომ პავლე ვინ იყო, ხო გაგახსენებთ ახლა? პავლე იყო კაცი, რომელიც როგორც თვითონ ამბობს საკუთარ თავზე, მე ვარო ებრაელთაგანო, ფარისეველიო, გაზრდილი ვარო ფეხთა თანა გამალეელისთანო, ანუ განსწავლული ცნობილი კაცი იყო და წარმოიდგინე ესეთი ცნობილი კაცი, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ დევნიდა ქრისტიანებს, ასეთი კაცი გახდა ქრისტიანი, ეკლესიის წევრი. დაიწყო ქადაგება და უმრავდები მოაქცია. შესაბამისად, იმ ხალხს, რომელიც ქრისტეს მტრები იყვნენ, პავლე მოციქული იყო არასასურველი ადამიანი, რომელიც უამრავ ადამიანს ქრისტეს შუზე მოაქცევდა. შესაბამისად, ისინი ცდილობდნენ პავლე მოციქული გაენადგურებიათ. აქედან გამომდინარე, ქრისტიანებმა იცოდნენ ეს და თხოვდნენ პავლეს აღარ წახვიდე იერუსალიმში რა დაგიჭირებო რა. დავითარცა აღოსვლე ჩვენ დღენი იგი გამოვედით და წავიდოდით და იგინი წამგზავნიდით ჩვენ სახლეობით და შვილით ვიდრე გარეშე ქალაქის ამის და დაადგეს მუხლი სვისკიდეს და ილოცეს და მოვიკითხეთ ურთიერთას და ახვედით ნავსა და იგინი მიიქცეს თვის ადგილსა. აი დაინახეთ სტუმართმოყვარეობის უდიდესი მაგალითი. როდესაც სტუმარი მოდის, თუ გიხარია, შენთან უნდა გვიხაროდეს ყველა სტუმარი, უნდა შეეგებო, როცა მიდის შენგან სტუმარი, უნდა გააციო. ასე კი არ უნდა ვთქვა, კარგად იყავი და კარებამდეც კი არ უნდა შეხედეთ, რაზე აქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარი თავი როცა სტუმრების რანგში ვიქნებით, ან რაღაც სტუმრებს კი არ ვადარებ პავლე მოციქულს, უბრალოდ ჩვენ ქართული ტრადიციით, ესე იგი სტუმარი ღვთისაო და პავლე მოციქული გააცილეს მამდე რა, ნაოდ მისადგომამდე, გემამდე გააცილეს, ისე უყვარდათ პავლე მოციქული, იქ მერე განშორების სრემლიც იქნებოდა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ, ეს არის ქრისტიანული სიყვარულის ნიმუში და მაგალითი და ჩვენ თუ ვართ ქრისტიანები, ასე უნდა მოიქცეთ სხვებს, ჩვენ ახლობლებს თუ შორებლებს რა, როცა მოვა ადამიანი, ერთი ჭიქა წყალი უნდა დაალევიო და მაგალითად ტაძარში თუ მოვა ვიღაცა უცხო და დაინახავ რაღაცა, შემოიყვანო, შემოიპატიჟო და სხვა ასეთი დიდებული ტრადიცია არსებობს კვიპროსის სხვათაშორის ახლა რა, ათონზედაც არის. ეტყობა იქიდან გავწირდა თუ მანამდე იყო არ ვიცი, კვიპროსი როცა ჩვენ მივიდეთ მოსალოცად ჩვეულებრივ ტაძრებში, სამრევლო ტაძრებს გულისხმობ ახლა, პატიჟებდნენ სატრაპეზოში. და ერთ-ერთ ტაძარში კვიპრიანისა და იუსტინას ტაძარი იყო, თქვა ვწდები. ტაძრის წინამძღვარი, მღვდლები და დიაკვნები გვემსახურებდნენ. დაგვაჯინეს ყავა, ვისაც უნდა და ჩაი, ნავცხით გაგვიმასმიზდნენ. იქ მოგვესიყვარულენ, აქ შესაძლებლობა ალბათ, რა ვიცი, მაგრამ თუ ადამიანის პატივისცემა გინდა, რაღაცას მოახერხეთ ყველა, აქაცა საჩუქრები მოგცეს და გამოგიშვეს. აი ესე რა. ხო და მადლობა ღმერთს საქართველოსი და ზარიას. მაგალითად ერთხელ გული დამწყდა ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მონაზონმა მომიყვა და ჩვენთან სტუმრად ამოვიდაო ერთი კაციო და ისე გაუშვეს, არც კი შეიპატიჟესო და ეს ქუთაისელი მამაო იყო რა, მამა სიმონი ღმერთმა აწყონოს მისი სული და ეს რო დავინახეო, გამოიკიდე ამ კაცო და შევიყვანე და მოკლედ ბოდიში მოვიხადეო რა. იმიტომ მას არ ქონდა უფლება ახლა რომ ეს რიგითი ადამიანი იყო ის რა. სამწუხაროდ ასეთ რაღაცას ხდება რა. ბოდიში მოვიხადე და მითხრა არა არის პრობლემაო რა. ამიგე აი ესე აუცილებელია პატივისცემა და სიყვარული. სიყვარული მარტო სიტყვით კი არა. საქმით უნდა იქნეს გამოხატული და დავიძე საქციელით უნდა იქნეს ნაჩვენები რა. ხო და აი ესე იქცეოდნენ ძველი პირველი თემის ქრისტიანები და ჩვენც ასე უნდა ვიცადოთ რომ ის მოვიქცეთ. და ჩვენ ნავითა წარმოვიდით ტვირეთ და მივიწინეთ პტოლომეადად. მოვიკითხეთ ზმანი და დავადგეთ მათთანა ერთ დღე. ანუ პავლე მოციქული მიდიოდა ქრისტიანულ თემებში, მათი საუბრებდა, წმენდაში განამტკიცებდა, რჩებოდა, იქ ესაუბრებოდა, იქ ახლა სულიერი საუბრები იყო. პავლე მოციქული, რომელსაც წმინდა გადმოცემით ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვარი ეცხადებოდა პირადად და ასავლიდა, ის თავისთვის კი არ მალავდა იმას. ყველას გადაცემდა, ხო? და იმ ღვთის კურთხევას ასრულებდა, რომელი კურთხევა მდგომარეობს იმაში, რომ წადით და მოიმოწაფეთ სწორი წარმართი, როგორც უხალმა დაუბარა მოციქულებს და სწორედ ამას კეთილსინდისიერად აღასრულებდა პავლე მოციქული. ხოლო ხვალისაგან გამოვიდით მიერ და შევედით კესარიად და მივიწიეთ სახსა ფილიპე მახარებელისას, რომელიც იყო 7-თაგანი და დავადგერით მისთანა. 7-თაგანში ვინ იგულისხმება? დიაკონი, ხო?
გახსოვთ მე-6 თავში რო არის საუბარი ახლა საქმე მოციქულთაში, მოციქულებს ახლა იმისთვის რომ დასაქმებული ბევრი სამქადაგებულო მოღვაწეობაში იყვნენ ჩართული, დრო არჩებოდათ იმისთვის რომ ხალხისთვის ყურადღება მიექცია. აქედან გამომდინარე 7 გამორჩეული კაცი გამოარჩიეს, რომლებიცაც იყვნენ დიაკონები, რომლებიცაც დაავალეს, რომ მომსახურებოდნენ ადამიანებს. ხოდა ერთ-ერთი ამათგანი იყო ფილიპე. ამის ნიყნეს 4 ასული, ქალწული წინასწარმეტყვი, ანუ ფილიპე მოციქული ეს იყო ოჯახი ყავდა რა. ცოლი და 4 შვილი ყავდა, 4 ასული ყავდა როგორც ერი. და ვიყოფოდით რა იმ მრავალ დღე გამოვიდოდით ხურიასანის წინასწარმეტყველი სახელი დააგაბოს და მოვიდა ჩვენ და აღვიღო სარტყელი პავლისი და შეკრა ფეხნი და ხელი მისინ და თქვა ამას სიტყვის სული წმინდა კაცის რომლის არ სარტყელი ესე შეკრან იერუსალემს ხურიათა და მისცენ იგი ხელსა წარმართასა. ნუ ჩვენ ვიხედებით რომ წინასწარმეტყველი ნიჭი დაჯილდოებული კაცი აგაბო რომელიც ასე თქვა ამ ქმედება შეასრულა ფეხები შეუკრა და აჩვენა რომ ამ მოქმედებით რომ პავლე მოციქულს აუცილებლად იერუსალიმში დაიჭერენ და დაატყვევებენ, ხო? ეს არ არის ახლა პირველი შემთხვევა, როდესაც წინასწარმეტყველები რაღაცა მოქმედებით ანიშნებენ ადამიანს თუ რა მოხდებოდა მომავალში. ხო? გახსოვთ წინასწარმეტყველი იერემია იყო ასეთი, რომელიც ქედზე დაიდო უღელი, ნიშნად იმისა, რომ იერუსალიმს დაიპყრობდნენ ბაბილონელები და აჩვენებდა ამ მოქმედებით, რომ დადიოდა და კაცი რომ დაუსავდნენ კითხვას, რატო გიკეთია იერემია, ესე წარჩინებული კაცი იყო იერემია, განათლებული და სულიერი თავისთავად და ამით აჩვენებდა, რომ აი თუ არ მოინანიებთ, აუცილებლად დატყვევებული დადოთ და მართლაც ჩვენ ეცით რომ არ მოინანიეს, არ შეინანეს და წარწმენილი იქნა იერუსალიმი და დაქცეული და განადგურებული ახლა, ხო? ეს ახლა ძველი აღთქმის ისტორია, ანუ შესაბამისად აგებოც ესეთი მოქმედები დაჩვენა რომ პავლე მოციქულს დაიჭერნო. ხოლო ჩვენ ვითარცა გვესმე ესე შევედრებეთ მას და მის ადგილისან იგი რაითაც არ აღვიდა იგი იერუსალემთ. მაშინ მოგვიგო პავლე და თქვა, რასა იქმს ტირთა შეეურით გულსა ჩემსა, რამე თუ მე არა, ხოლო შეკრად არამედ მოციქულისა მზავარ იერუსალიმს სახელისათვის იესოისა. და ვიხედებით ჩვენ პავლე მოციქულის თავდადებას. მანუხარ მე მარტო დაჭერისთვის კი არა, სიკვდილისთვისაც მზად ვარო იესო ქრისტეს სახელისთვის. ანუ ქრისტესთვის და ქრისტეს სახელის გამო და ქრისტიანობის გამო სიკვდილისთვისაც მზად ვარო ამბობს პავლე მოციქული და ვიცით იგი ვარწმუნეთ მას და დაუდუმეთ და ვთქვით ნება უფლისა იყავნა თავისთავად როცა გიყვარს ადამიანი, ცდილობ რომ ის შენ გვერდით დიდხან იყოს, ხო? ცდილობ რომ განსაცდელებს აარიდო, ხო ასეა. შესაბამისად, მოწაფეებს და იქ ყოფ ქრისტიანებს ძალიან უყვარდათ პავლე მოციქული, ცდილობდნენ მის გადარწმუნებას, მაგრამ ნუ ბოლოს თქვეს, რომ იყოს ღვთისნებაო რა, იმიტომ რომ ადამიანი წესით არ უნდა ეწინააღმდეგოს ღვთისნებას, ჩვენ კიდევ ცდილობდეს, მაგრამ ღვთისნება აღსრულდება, ჩვენ უნდა ვთქვათ მაინც, რაც ახლა საკმაოდ ძნელია, ადვილად სათქმელი კი არის. ნუ ყველა შემთხვევაში თქვა უდიდება და მადლობა ღმერთსო, მაგრამ ვალდებული ვართ რომ ეს ჩვენ გავიმეოროთ. რამდენად შევძლებთ ცხოვრებაში, ეს სხვა საკითხია, ღმერთმა ყველა ძალა მისცეს რა. შემდგომად ამ დღეთა განვიმზადებით და ავიდოდით იერუსალემთ, მოვიდით ჩვენთანა მოწაფენი კესარიეცა, მოიყვანეთ იგნიცა, რომლისთანა იყვენეთ მზნას უკიპრელი, პირველი მოწაფე მირაივედით ჩვენ იერუსალემთ მხიარულეო და შემიწყარეთ ჩვენ ძმათა, ხოლო ხალისაგან შევიდა პავლე ჩვენთანა იაკობისა, რამე თუ ყოველნივე ხუცესნი მოვიდოდეს. ამ სადმიდის იერუსალიმში პავლე იაკობთან, რომელი იაკობზე აქვს საუბარი? მაცხოვრის ძმასთან, ხო? რომელიც იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი იყო იაკობი, ძმაუფლისა, ხო? და ნუ ძმაზე ჩვენ გვაქვს ნათქვამი, უბრალოდ ახლა გეტყვით, რომ აქ ის ძმათ იწოდება იაკობი იმის გამო, რომ ის იყო იოსების შვილი. იოსების შვილი, ერთად გაზრდილები იყვნენ, ჩვენ ვიცით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შობამდე, შობის შემდეგ და შობის დროსა და შობის შემდეგაც ქალწული იყო, მაგრამ იაკობი იუდა და ძმანი მისი სხვები კიდე მის ძმებად იწოდებოდენო მისი იმ კაცის რომელიც იტვირთა პატივი რომ ეზრუნა ღვთისმშობელზე მისი შვილები იყვნენ და ამიტომ აქედან გამომდინარე ეწოდება იაკობს მაუფლის ახლა ეს ყველა მიცით უბრალოდ ახლა ისე კიდე შეგახსენებთ და მოიკითხიდეს მას და მიუთხრობდეს კაცად რომელიც იქმნოდა ღმერთმა წარმართა შორის მსახურება იმისი ხოლო მათ ვითარზე ეს მე ესე ადიდებდეს ღმერთსა და თქვენს მას ხედავთ ძმაო რაოდენი ბევრნი არიან ხურიათა შორის მოწმუნენი და ყოველივე მოშუნე ჟულის არიან ესმა ვეთგანმე შემთხვევით ვითარმე განდგომას ასე მუსისგან რომელი იგი წარმართა შორის ურიანი არიან და ეტყვი რაით არა წინა დაისვიტო შვილთა მათთა და არცა ჩვეულებათა ვიდოდიან და თქვენ იცით რომ
პავლე მოციქულს ეწოდება წარმართთა მოციქული რა. იმიტომ რომ პავლე მოციქული განსაკუთრებით რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით რა პავლე მოციქული შედიოდა მათ იმ ქალაქში ჩვენ წავიდეთ წინათლავში სად მიდიოდა პირველად ებრაელთა შესაძლებელში მიდიოდა ჯერ ებრაელებს ახარებდა და მერე გადიოდა წარმართებში ხო ნუ ჩვენ ვიცით რომ ხშირ შემთხვევაში ებრაელები არ წამდათ ხო პავლეს ნახადაგები ქრისტიანები უამრავი მოიქცეოდნენ და შესაბამისად პავლე მოციქულმა ეს 8 წელი იტვირთა და წარმართთა შორის მოციქული ეწოდება და მოკლედ ხმა გავარდა რომ პავლე მოციქული ებრაული ჯულის დაცვას ამბობს რომ არ უნდა დაიცვათ და ასე შემდეგ და ბრალი ქონდა წაყენებული ჩვენ გვეღალატებო რა პავლე მოციქული ასე გამოუვიდათ იმათ რა და ამის შემდეგ უკვე ხო და ამის შემდეგ პავლე მოციქულის შეპყრობა გადაწყვიტეს როგორც გითხარით მასი შეპყრობა უნდათ მისი მოკლა უნდათ და შეითქმნენო კაცნი ოთხნი ბოდიში ხო, მოკლედ ეს ცოტა წინსრებით თქვი ახლა, ხო ეს დამოვიწყდა ახლა, რა მომენტია და იაკობ მოციქულმა უთხრა რომ შენ რო ნახონო ებრაელებმა, რომ შენო ებრაელი ხარო, გიყვარსო ღმერთიო, ამიტომ წაიყვანე 4 კაციო და მიდიო ტაძარშიო, იქ ილოცეო, აღასრულე მსახურება, რომ დაგინახონ შენ რო ღვთის ჯულს იცავ რა. და ესენი წარიყვანენ და განწმიდი მათანა და აკურთხნა და იყვეცე მათანა რაითა დაიყვნენ თავნი მათინაც რამე თუ ვითარმეთ რომლისათვის ესე შენთვის არ არა იარს არამედ გიე შენსა და იმახავ ჯულსა ან რო დაგინახონ ყველა რომ შენცო ჯულს იცაო რა და ეს ბრალი რომელსაც შენ გიყენებენ რომ აჩვენო შენი მოქმედებით რომ არის სიცრუე ხოლო მორწმუნეთა წარმართათვის ჩვენ მივწერეთ და უბრძანეთ რაითა არ არას იგივით არსა იმახვიდიან იგინი არამედ რაითა ეკრძალენ კერპთა კრულისაგან სისხლისა დამშტვარისა და სიძვისა მაშინ და თქვენ იცით რომ მოციქულთა კრება რო გაიმართა რომელზე ჩვენ ვისაუბრეთ ხო მოციქულთა კრებაზე განაჩინეს რომ არ შეიძლებოდა ადამიანებს ეჭამათ დამხჭვალი სისხლიანი და ასევე არ უნდა დაედოთ ქედიზე ну ახლა იყო ასეთი მოსაზრება რომ ადამიანი რომელიც ქრისტეს ჯულზე მოიქცეოდნენ ისიც წინადაცვით უნდა აღსრულებულიყო მათზე და შესაბამისად მოციქულებმა განაჩინეს რომ წინადაცვეთა ანუ წინადაცვეთა უკვე აღარ იყო საჭირო იმიტომ რომ წინადაცვეთა იყო წინასახე რის ნათლობის შესაბამისად და მინათლება წინადაცვეთა აღარ იყო საჭირო გამიგეთ მაშინ პავლე წარიყვანა კაცნი და მეორესა დღესა და მათთანა განწმინდა და შევიდოდა ტაძარსა მითხრათ აღსრულებულსა 7 და მათ დღეთა განწმენდისათა ვიდრემდე შეიწირა კაცათისა მათისოთ შესაწირა ვითარცა აღესრულეს 7 დღენი რომ იგი იყვნენ ასიე თურიანი მიიხილეს იგი ტაძარსა შინა შეაშფოთეს ყოველი ერი დაასხეს მასზე და ხელნი მათნი და ღაღადებდეს აიტყოდეს და რომ დაინახეს ებრაელებმა პავლე მოციქული ტაძარშია აი ესე გაგიზდნენ დაიჭირეს და ასეთი ასე მიმართეს ებრაელებს კაც და ღაღადებდეს და იტყოდეს კაცნო ისრაელიტენო შემეწიეთ ჩვენ ესე არის კაცი რომელსაც ერის ამისათვის ჯულისა ადგილის ამისთვისაც ძვირსაც რახავს ყოველსა ადგილსა ასავებს და მერმე ყოლად წარმართზე შეიყვანა ტაძრად და შეაგინა ადგილი ესე წმინდა თქვენ იცით რომ ბრალს უყენებენ პავლეს ამ კაცნაო ტაძარშიო წარმართი შეიყვანაო თქვენ იცით რომ ებრაული ჯული დაშიელებოდა ტაძარში უცხოთომელი შესულიყო და აქ ვიზე იყო საუბარი აქ ტროფიმე ეფესელი ხო და იმიტომ ეს ჩვენ ვიცით რომ მას წინადაცვითა პავლე და გახდა ის წინადაცვითა კი არ ბოდიში რამე თუ ეხილვა წინასწარ ტროფიმე ეფესელი მასანა ქალაქსა შინა რომლისათვის გონებდეს ვითარმე ტაძრად შეიყვანა იგი პავლე და არ ღარა ყოველ იგი ქალაქი იყო და ან დადიოდა წარმართთან ერთი ჩვენ როგორც იცით პავლე მოციქული წარმართები უამრავი ყავდა და ეგონათ რომ რა ტაძარი ჩვენი შეურაცხყოფა მან მიზან მიმართულად რაც რა თქმა უნდა თავისთავად სისრუე იყო ხო და ამის შემდეგ მთელი ქალაქი აბობოქრდა გამოიყვანეს პავლე ტაძრიდან და კარები დახურეს ანუ მათ იფიქრეს რომ შეუგა ჩვენ შევასრულეთ დიდებული საქმე და ეს კაცი გამოვარიდეთ ღვთისავს და ვითარცა ეგულებოდა მოკლა იმისი და რას უპირებდნენ მარტო ხარეთ გამოგდება კი არა მისი მოკლა უნდათ რა ხოლო მან მეხსეულა წარიყვანა მხედარნი და ასისტავნი და ეს რომ გაიგეს ქალაქის თავარმა წაიყვანეს ასისტავი და პავლე გამოიტაცეს ამ ბრბოსგან ამ ხალხისგან რომელიც მე ახლა აღარ ვკითხულობ
უბრალოდ შინაარსობრივად ვეუბნებით, ამ შეპრობილი პავლე, გაცოფებული ხალხი, რომელიც გასაგლეჟად ფაქტიურად და იყვნენ მზად ჩასაქოლად და მოსაკლავად, იქიდან გამოიტაცეს და მიიყვანეს მთავართან და სხვანაირი სხვას არ ასმენ და ახლა ესენიც მიყვნენ ებრაელები და ბრალს უყენებენ. ზოგი სხვადასხვა ბრალს უყენებდნენ და ვითარცა ვერ გულისხმაყო გამოწული შფოთის ამისგან ბრძანა შეყვანება იმისი ბანაკად. შეიყვანეს პავლე შიგნითკენ და ვითარცა მიიწივნა იგინი აღსავარსა მასე და აქ უნდა პავლემ ხედართა მასე და სიმრავლეს ამისგან ერისა. რამეთუ შეუდგა მას სიმრავლეგი ერისა და ხმობდეს აღიღე ეგე და ხო არ გახსენდება და აღიღე და ჯვარსაც უეგეო. ის უზახოდენ მაცხოვარმა რა თქვა წინა წერილში, როგორც მე მდევნენო, თეცა გაგდევნიანო. აი მაგალითი რა, როგორც მაცხოვარი მოკლეს, ისე უნდა და მოშორება პავლესი, ხო? და აღიღე და ჯვარსაც უეგო როგორც მაცხოვარზე იცაყოდნენ, იგივეს ამბობენ, აღიღე ეგეო. და ვითარცა შეხვანდა ბანაკად. თქვა პავლე 1000-ის თავსა მას. ნუკე თუ ჯერარს რაისამე ჩემდა სიტყვა ჩემდა მიმართ ხოლო მან თქვა ბერძლიცია ანუ არა შენ ხარ მეგვიპტე ლიგი რომელნი უწინარეს დღეთ ამათ აღზარდა განიყვან უდაბნოდ 4 კაცი კი კაცნის იკარიელნი და ახლა ამ კაცმა რომელმაც დაინახა რომ პავლე ბერძნულად ლაპარაკობდა იფიქრა რომ ეს ის კაცი ხო არ არის რომელმა კაცმა რამდენიმე ხნის წინ აჯანყება მოაწყო ისე გონათ ყოველ შემთხვევაში მოდა ამ შემდეგ პავლე ეუბნება მათ მე კაცი ვარ ხურია არსული არსელი კილიკიისა ანუ იმ ქალაქს ასახელებს სადაც დაიბადა რა ეს ქალაქი დღესაც არსებობს დღევანდელი თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ის ის ქალაქია სადაც პავლე მოციქული დაიბადა რა არა უცნაურისა ქალაქისა მოქალაქე და გევედრები შენ მიბრძანე მე ერისა მიმართ სიტყვად და პავლე მოციქული წარმოიდგინე კაცი რამდენი მოხდებოდა როგორც ცემეს მაგრამ მიუხედავად ამისა ის თხოვს რომაელ ჯარისკაცს რომ მომეცი უფლება ხალხს რომელმაც მე დამიჭირა მათ მიმართო რა ან ფაქტიურად ამით პირველ რასაკეთებს პავლე მოციქული რომ ისე მიუხედავად დევნისა შეუწყოებისა ცემისა ისევე ამოწმებს რომ ქრისტიანია თან ასევე ზრუნავს იმ ხალხზე ვინც ეს გააკეთა იმიტომ რომ ღვთაებრივი სიყვარული ანუ ღმერთი ჩვენ გვავალებს და მტრებიც გიყვარდესო და პავლე მოციქულის ეს მოქმედება და გადაგება იმ ხალხის სიყვარულის გამოხატულება არის რა და მან ვითარცა უბრძანა დადგა პავლე აღსავალს ამას და განუყო ხელი ერთს ამას და ვითარცა მრავალი დადუმება იყო ეთყობა მათ ებრაელებით და სიტყვითა და თქვა ნუ მოკლედ 21 თავი ამით დასრულდა 22 თავში რაზეა საუბარი მომავალ კვირას ვისაუბროთ შეხვასი შევთანხმდით რომ მოვრჩეთ ეს საქმე მოციქულთა იმიტომ რომ ასე იყო რომ ერთ შაბათს ძველი აღთქმიდან ვკითხულობდით მეორე ახალი აღთქმიდან და გვავიწყდებოდა ახლა სად როგორ იყო რანაირად და იმისთვის რომ ახლა ერთიანი ციკლი ჯაჯუგაობოთ და სულ დაგჩენილი აქვს რამოდენიმე თავი მორჩევით საქმე მოციქულთას მე გადავალთ ებრაელიმას იობის ციგნზე და იმასაც დავასრულებთ და მე მოკლედ გადავწყვიტოთ რომ მხოლოდ ერთი ციგნის კითხვას დავიწყოთ და მის გამარტებას იმას რომ მორჩევით მე მეორეზე გადავალთ კარგი ახლა რომელი საათია